все прекрасно. И там прекрасно, везде. Красиво, мы очень довольны. Прекрасно, все. ეს კადრები რომ აქციის მონაწილეებს ანახოთ, აუცილებლად გეტყვიან. აბა რასელოდით ამ პრორუსული ოცნებისგან. ნახეთ, როგორ უხარიათ რუსების დანახვაო. კადრს მიღმა, რომ ასეთივე ბედნიერი და გაღიმებული მიხეილ სააკაშვილი დგას, მათთვის დიდი სიურპრიზი იქნება. მაგრამ დგას. Добро пожаловать. 2008 წლის ომიდან სულ რაღაც 3 წელია გასული. ის არა მხოლოდ გააუქმებს ცალმხრივად ვიზებს რუსეთის მოქალაქეებისთვის, არამედ იტყვის, რომ არანაირი ცალკე აღებული დასავლეთი არ არსებობს და რომ საქართველოს რუსეთთანაც უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. Გამოდივარ ახალი ინიციატივით, რომ ცალმხრივად გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი რუსეთთან. და ყველა რუსმა ბიზნესმენმა იცოდეს, რომ შეუძლია საქართველოში ჩამოსვლა, ფულის ჩადება, ფულის გატანა, შებოტანა, ბიზნესის კეთება, წარმოების აწყობა. კულტურული ურთიერთობების აღდგენა სააკაშვილის ხელისუფლებამ აგვისტოს ომიდან ერთ თვეში უკვე მოითხოვა. საგარეო საქმეთა მინისტრმა კრემლში საგანგებო წერილიც კი გააგზავნა. გზავნილის ავტორი გრიგოლ ვაშაძე გახლდათ. ომიდან ერთ წელიწადში კი მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას სჭირდება რუსეთი ქართული ყურძნისა და ღვინის გასაყიდად. ამიტომაც მოსკოვთან ურთიერთობები უნდა დაალაგდეს. აგერ რუსეთთან ამდენს ვცდილობ რომ ავაწყობთ და ვინდომ კი არა რომ ბიძაშვილი ვარ არ მამიდაშვილი მათი. იმიტომ რომ ჩვენი ყურძენი ხო უნდა გავყიდოთ. ჩვენი ღვინო ხო უნდა გავყიდოთ. ჩვენი პროდუქცია ხო უნდა გავიტანოთ. აფხაზეთი და ცხინვალი კრემლს უკვე დამოუკიდებელ სუბიექტებად ყავს აღიარებული. სააკაშვილის ამ ნარატივს ეთანხმებოდნენ ლიაკა ხოშტარია, ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე და ნაციონალების სხვა ლიდერები, წევრები თუ აქტივისტები. ჩვენი მხრიდან გახსნილია სავიზო რეჟიმი, ჩვენ მივესალმებით მხოლოდ რუს ტურისტებს. ბიზნეს არანაირი პრობლემა არ შექმნია და ციფრებს თუ შეხედოთ, მინდა გითხრათ, რომ გაიზარდა კიდევაც ვაჭრობა რუსეთსა და საქართველოს კი დამსხვილი ბრუნვა. ჩვენ ვართ გახსნილები რუსეთთან ურთიერთობისთვის. Мы люди русской культуры. У нас два родных языка. თუმცა 2023 წელს ყველაფერი შეიცვალა. ისინი ჯერ აეროპორტში დახვდნენ რუსული რეისით ჩამოსულ ტურისტებს და მათ აქცია მოუწყვეს. უსტვენდნენ, უყიროდნენ, ოკუპანტიო. შემდეგ კი ასეთი ხმაურით ბათუმში რუსულ საკრუიზო გემს დახვდნენ. სანამ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრა და სანამ უკრაინაში ომი არ დაიწყო, ნაციონალებს პროტესტი და პრეტენზია რუს ტურისტებთან არ გასჩენიათ. სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტთან რუს ტურისტებს პირადად ხვდება და ესალმება. შემდეგ კი ბედნიერი სახით კომენტარსაც აკეთებს. იმდენი რუსი იქნება ნამყოფი და იმდენად დარწმუნებული იქნება, რომ მშვიდობიანი ნორმალური ადგილი, ჩვენი მათი შეკაების და ურთიერთობის აღდგენის გზა არის ხალხს შორის ურთიერთობა. არავის ხმა არ ამოუღია. ნინო ქათამაძე მაგალითად მშვიდად დადიოდა გასტროლებზე რუსეთში. რუს მაყურებელს საკუთარი რეპერტუარით სიამოვნებასაც ანიჭებდა. Встречайте, Нино Катамадзе, игру представитель. ეს 2012 წლის ჩანაწერია. ქათამაძე ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტულ პირველ არხზე გამოდის და მშვიდად მღერის. 2008 წლის ომზე რეაქცია, პროტესტი და პრეტენზია არ აქვს. აქ ნინო ქათამაძე ცნობილ რუს როკ მუსიკოსთან, ბორის გრებენშიკოვთან ერთად მღერის. არა მხოლოდ აფხაზეთი და ცხინვალი, უკვე ყირიმიც ოკუპირებულია, მაგრამ საპროტესტო ნოტები ქათამაძის მუსიკალურ ნოტებში ისევ არ ისმის. ზის და ოკუპანტი ქვეყნის მომღერალთან ერთად მღერის. გრებენშიკოვს არ ეკითხება: რუსეთი ოკუპანტია? არ გრცხვენია რუსეთის მოქალაქე რომ ხარ? ინტერნეტში არ იძებნება არც ერთი მისი სიმღერა, რომელიც 2008 წლის ომს ეძღვნება. ეძღვნება ქართულ გმირსამხედროებს, ან ომში დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობას, ან სამშობლოს. არც რუსეთის ოკუპაციას ამხელს, არც რუსეთის პოლიტიკას აკრიტიკებს. ძველებურად მღერის. 2009 წელსაც ის კონცერტს რუსეთში გამართავს. შემდეგ 2010 წელსაც ის მოსკოვშია და სცენიდან რუს მაყურებელს ჰაეროვან კოცნას უგზავნის. 2011 წელი ისევ რუსეთი. ეს კროკუს სიტი ჰოლია. ნინო ქათამაძე სცენაზე დგას და ლაპარაკობს. არც ომზე, არც ოკუპაციაზე, არც გმირსამხედროებზე. საუბრობს იმისთვის, რომ რუსი მაყურებლისგან ტაშის ხმა გაიგოს. Ну, я даже не знаю, я болтаю сейчас просто так. Нет. Чтобы после болтания аплодировали, понимаешь? სამაგიეროდ უკრაინის ომის შემდეგ ძალიან მწუხარე და დრამატული სახით მღერის უკრაინულად. რუსული პროპაგანდისტული არხებიდან უკრაინულ ეთერებში გადაჭდა. ტირის კიდეც.
ემოციურად დამუხტულია. აგვისტოს ომში დაზარალებული ბავშვებისთვის ერთი კონცერტიც კი არ გაუმართავს. უკრაინელი ბავშვებისთვის კი საგანგებო фонდი შექმნა. Есть фонд Нина Катамадзе, который мы создали в конец марта 2022 года, и до сегодняшнего дня он помогает украинским детям. ასეთი მხიარული, ფერადი და ბედნიერია 2010 წელს მოსკოვში, ომიდან თითქმის 2 წლის შემდეგ. და ასეთი დამწუხრებული და დაღონებულია უკრაინის ომიდან თითქმის 2 წლის შემდეგ. ასეთი პატრიოტიზმი უკრაინელებსაც კი გაუგვირდებათ და ერთხელაც კითხავენ. 2008 წლის შემდეგ თქვენ კიდევ გეგონათ რუსეთში სიმღერა შესაძლებელი იყო, რაზეც ნინო ქათამაძე ეტყვის, რომ ის ცდილობდა სცენიდან სიმღერით ეთქვა. როგორ კლავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. У меня была возможность рассказывать, как убивали наших абсолютно мирных людей. თუმცა რაც ვნახეთ, ქათამაძე მხოლოდ ბედნიერებას, პოზიტივს და კმაყოფილებას ასხივებს. რა თქმა უნდა, კითხვები საქართველოშიც ჩნდება. მეფე რომ შიშველია, აქ პირველად ღიად ტელესკოლაში გაიჟღერებს. ეს გოგონა იტყვის. მაინტერესებს თქვენი აზრით, ამდენად სამართლიანია ქვეყანამ, რომელმაც ამდენი ზიანდატკივილი მოგვაყენა, იქ ჩასვლა როგორც ქართველი არტისტის წოდებით და იქ სიმღერის შესრულება. რაზეც ნინო ქათამაძე უპასუხებს, რომ მას არჩევანი არ ჰქონდა, რომ შევიდა იმ კარში, რომელიც მაშინ ღია იყო, რომ 2008 წელს პროტესტისთვის მზად არ იყო. 2019 წელს კი რუსეთში უმღერა 9 წლის ბელორუს ბავშვს, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე არ მქონდა არჩევანი იმ დროს, როდესაც მე დავიბადე, რომელი ქვეყნის კარებიც იყო ღია, მე იქ მომიწია მოღვაწეობის, ასე ვთქვათ, მუსიკალური კარიერის აწყობა. 2008 წელს მე არ ვიყავი მზად. მთელი სამყარო რო ყოფილიყო ჩემს წინააღმდეგ, მე ამ არაჩვეულებრივ ბავშვს, რომელიც იყო ბელორუსიდან, ვერ ვეტყოდი უარს. მაგრამ ეგებ მართლაც შეიძლება ესეც მოხდეს. სხვა ქვეყნის ომმა პატრიოტიზმი, სინდისი, გულწრფელობა და სამართლიანობის გრძნობა გაგიღვიძოს. შესაძლოა, მაგრამ ნინო ქათამაძემ გითხრა, რომ ეს მისი შემთხვევა არ არის. ეს მომღერალი სურთ დღეს ამ აქციებისა და პროტესტის მთავარ ხმად აქციონა. ახალი თეატრის მსახიობს ანდრო ჭიჭინაძეს ამ ეგრეთ წოდებული ანტირუსული და პროდასავლური აქციების სიმბოლოდ წარმოაჩენდნენ. თუმცა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ სიმბოლოს ბზარები მალევე გაუჩნდა. მსახიობი არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის მარცხს. აქტიურად მონაწილეობდა აქციებში. თავად კი როგორც მსახიობმა მონაწილეობა მიიღო რუსი რეპერის ვასილ ვაკულენკოს კლიპში. მონაწილეობა მიიღო რუსი რეჟისორის აქსანა ბუჩკოვას ფილმში. ეს ფილმი ნინა ბუჩკოვამ რუსეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გადაიღო. ეკრანებზე 2023 წელს გამოვიდა. ჭიჭინაძემ რუს მსახიობებთან ერთად ითამაშა. ჰონორარიც აიღო. Случайно ничего не происходит. მსახიობის დედამ ეს ინფორმაცია გააპროტესტა. რუს რეპერზე კომენტარი არ გააკეთა. რუს რეჟისორზე კითხვა, რომ ის ანტიპუტინისტია და უკრაინის ომის შემდეგ რუსეთი დატოვა. ამოუღიათ აქსანა ბუჩუკოვას ფილმი, რომელიც გადაღებულია თბილისში, უკრაინის ომამდე. ფილმი კონპროდუქციაა და თამაშობს ბევრი ქართველი მსახიობი. თვითონ აქსანა გახლავთ არაჩვეულებრივი პიროვნება და ანტიპუტინისტი. თავად რეჟისორი მთავარ არხზე გადაცემა დღის სტუმარში გამოჩნდა და თქვა, რომ რუსეთი როგორც უკრაინელმა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ დატოვა. ახლა კი ბარსელონაში ცხოვრობს. მეც და ჩვენი ოპერატორიც 2022 წელს წავედით რუსეთიდან. მე ვცხოვრობ ბარსელონაში და ჩვენ რუსეთიდან პროტესტის ნიშნად წამოვედით. ბუჩკოვას პროტესტი 2008 წლის აგვისტოს ომზე არ ჰქონდა. Რეჟისორ აქსანა ბუჩკოვა. ამ დროს ის რუსეთის ერთ-ერთ პროპაგანდისტულ არხზე ზის და საკუთარი ფილმის განხილვაში მონაწილეობს. მაგრამ უნდა ჰქონოდა ნინო ქათამაძეს, რომელიც მაშინ რუსულ ესტრადაზე იდგა. უნდა ჰქონოდა ანდრო ჭიჭინაძეს, რომელიც რუსეთის კლიპებსა და ფილმებში იღებს მონაწილეობას. მით უფრო ვაკულენკოსთან თანამშრომლობა, რომელსაც მსახიობის დედამ თავი სავარაუდოდ შეგნებულად აარიდა. რადგანაც რუსმა რეპერმა ჯერ ყირიმის ანექსია გაამართლა. შემდეგ კი უკრაინის ომიც. ამიტომაც ის უკრაინას დასანქცირებულიც კი ჰყავდა. რეპერ ბასტა, який неодноразово підтримав окупацію Криму. მაგრამ აქამდე მსახიობი საკუთარი ქვეყნის ოკუპაციას არ შეუწუხებია. რუსული ფულიც აიღო, თან კოუჩის როლშია და პატრიოტიზმს გვასწავლის.
პუტინის ოკუპაციური პოლიტიკის მომხრე რუსი რეპერის კლიპში მონაწილეობს აქციების ერთ-ერთი აქტივისტი მსახიობი ანა ჯავახიშვილიც. და მთელ ამ ისტორიას სხვა ცხელი თავებიც ამდიდრებენ. მაგალითად ელენე ხოშტარია, რომელსაც ფულს რუსეთის ბიუჯეტი უხდის. საგულისხმოა, რომ ანდრო ჭიჭინაძე ელენე ხოშტარიას დეიდაშვილია. როგორი სიმბოლურია, რომ ორივე მათგანი ევროპატრიოტობას იჩემებს. ვითომ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან. პარალელურად კი უარს არ ამბობენ რუსულ რუბლებზე. პაატა ბურჭულაძე მაგალითად, რომელიც 2017 წელს სანქტ-პეტერბურგის მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. ბიზნესმენები საერთოდ ცალკე თემაა. თუმცა რატომ ცალკე? ისინიც რუსეთის ბაზარზე თან დიდ ფულს შოულობენ და თან ანტირუსულ კამპანიაში არიან ჩართულნი. იმ კამპანიაში, რომელიც ამ ბაზრის დახურვას, რუსეთის დასანქცირებას და საერთოდაც რუსეთისთვის ლამის ომის გამოცხადებასაც რომ გულისხმობს. საკვები პროდუქტის დისტრიბუტორ კომპანია ლორგოს მაგალითად პროდუქციის 97% რუსეთიდან შემოაქვს. 2024 წელს მან რუსეთთან 15 მილიონი ლარი ივაჭრა. თბილღვინო, რომელმაც 2021-24 წლებში 9 მილიონი ლარის ღვინო გაიტანა. ბატონი თემურ ჭყონია, რომელსაც დღემდე გააქვს კოკა-კოლა რუსეთში. მისთვის სულ ერთია 2008 წელიც, უკრაინის ომიც. კომპანია ნათია და ლაკო თავისი დიზაინით შექმნილ ნაწარმს რუსეთში ყიდის. ამ ფაქტის გამჟღავნებას ლაკო ბუკია მტკივნეულად შეხვდა და კომენტარის გაკეთება არ ისურვა. უფლება არ გაქვთ რომ მეკითხებითო. თქვენ არ გაქვთ უფლება, მე ჯერ TV იმედს არ ვპასუხობ შეკითხვებს. მთელი მათი ფარისევლობაც სწორედ ეს არის. ეგრეთ წოდებული პატრიოტიზმი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ არც კი გახსენებიათ, თუმცა ანწუხელიძის მარშში მონაწილეობა დიდი ენთუზიაზმით მიიღეს. უცნაური ტრენდია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ამ ეგრეთ წოდებულ პროდასავლურებს. პატრიოტიზმიც მაშინ ჩაერთოთ, როცა ამის ბრძანება გარედან მიიღეს. როგორც კი ბრიუსელის ჩინოვნიკობამ სწორება უკრაინის ომზე გააკეთა, ქათამაძესაც გაახსენდა სამშობლო. ბურჭულაძესაც, ჭყონიასაც და ხოშტარიასაც. აბა 2008 წელს არ უთქვამთ გამოდით ქუჩებში საპროტესტო მარშებითო. ხო და ისინიც რუსეთთან ურთიერთობების დათბობას უკრავდნენ ტაშს. მაშინ ევროჩინოვნიკები პოლიტიკურ პოდიუმზე სწორედ ამ ტრენდით გამოდიოდნენ. მხოლოდ უკრაინის ომის შემდეგ შეიცვალა ეს დავალება. ახლა ანტირუსული ისტერიაა მოდაში. ეს ისე საჯაროდ, თორემ კულისებში ისევ დიდი აღებ-მიცემობა მიმდინარეობს.